ღირსი სილუან ათონელი ღვთის მონატრებისთვის. ენატრება ჩემს სულს უფალი და ცრემლით დაეძებს მას. ან როგორ იქნება არ დაგეძებდე, პირველად შენ მომიძიე და დამატკბე სულით შენით წმიდით, ამისთვის შეგიყვარა სულმა ჩემმა. ხედავ უფალო ცრემლსა და მწუხარებას ჩემსას. შენი სიყვარულით რომ არ მიგეზიდე, ასე არც დაგიწყებდი ძებნას, მაგრამ გამაცნო სულმა შენმა შენი თავი და ხარობს სული ჩემი, რამე თუ შენ ხარ ღმერთი და უფალი ჩემი და მენატრები ცრემლით მენატრები. ენატრება ჩემს სულს ღმერთი და ცრემლით დაეძებს მას. მოწყალეო უფალო, ხედავ ჩემს დაცემას და ხედავ ჩემს მწუხარებას, მაგრამ დაბლად გევედრები, შემიწყალე, მომივლინე მე ცოდვილს მადლი სულისა წმიდისა. ამ მადლის ხსოვნა აღამსდობს ჩემს გულს, რომ კვლავ ეძიოს წყალობა შენი. უფალო, მომეცმე სული შენი მდაბალი, რათა კვლავ არ დავკარგო შენი მადლი და ისევე არ ვგოდებდე მისთვის, როგორც ადამი გოდებდა ღვთისა და სამოთხის დაკარგვისთვის. მონასტერში ყოფნის პირველ წელიწადს ჩემმა სულმა შეიცნო უფალი სული წმინდის მიერ. დიდია ღვთის სიყვარული ჩვენდამი, ვიცი ეს სული წმინდის მიერ, რომელიც უფალმა მიბოძა მხოლოდ და მხოლოდ თავისი მოწყალებით. მე ბერი კაცი სასიკვდილოდ ვემზადები და ვწერ ამას ადამიანებისთვის. სულს ქრისტესას, რომელიც მომეცა უფლის მიერ, ყველასთვის უნდა ცხონება, რათა ყველამ შეიცნოს ღმერთი. უფალმა ავაზაკს სამოთხე უბოძა, ასევე ყველა ცოდვილსაც უბოძებს სამოთხეს. აყროლებული ძაღლის ლეშზე უფრო ვყარვარ ჩემი ცოდვებით, მაგრამ ვევედრე ღმერთს მოტევებას, მანაც არა მარტო მომიტევა, სული წმინდაც მომანიჭა, ხოლო სული წმინდის მიერ ღმერთი შევიცანი. ხომ ხედავ როგორ ვუყვარვართ უფალს, ვინ აღწეროს მისი მოწყალება. ოხ ძმებო, მუხლმოდრეკილი გევედრებით გწამდეთ ღმერთი, გწამდეთ რომ არის სული წმინდა, მოწამე ამისა ყველა ეკლესიაში და თვით ჩემს სულშიაც. სული წმინდა სიყვარულია და ეს სიყვარული ზეცის წმინდა მკვიდრთა სულებშია განფენილი. იგივე სული წმინდაა განფენილი ამას სოფლად, ღვთის მოყვარეთა სულებშიც. ზეცა ხედავს მიწას სული წმინდის მიერ, ესმის თქვენი ლოცვები და მიართმევს მათ ღმერთს. უფალი მოწყალია, იცის ეს ჩემმა სულმა, მაგრამ აღწერა ამისა არ ძალმიც. საკვირველად მდაბალი და მშვიდია უფალი, როცა სული იხილავს მას, მთლიანად გარდაიქმნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულად, თვითონაც მშვიდი და მდაბალი ხდება, მაგრამ თუ კაცი დაკარგავს მადლს, ისე ატირდება, როგორც ადამი ტიროდა სამოთხიდან განდევნის შემდეგ. იგი მოთქვამდა და მთელ უდაბნოს ესმოდა მისი გოდება, ცრემლები მწუხარებისგან მლაშდებოდა და მრავალ წელს გაგრძელდა ადამის გლოვა. ასევე სულს ღვთის მადლის დამკარგველს ენატრება ღმერთი და ამბობს, ენატრება ჩემს სულს უფალი და ცრემლით დავეძებ მას. დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ მინახავს უფლის დიდი სიყვარული და წყალობა ჩემდამი. სულ ბავშვი ვიყავი, როცა მაჭირვებელთა ჩემთათვის ვლოცულობდი და ვამბობდი, ღმერთო, ნუ შეურაცხავ ჩადენილს ცოდვად. მაგრამ თუმცა მიყვარდა ლოცვა, ცოდვებს მაინც ვერ გადავურჩი. არ მოიხსენა უფალმა ჩემი ცოდვები, მომცა კაცთა მიმართ სიყვარული. ჰოდა ჩემს სულს მთელი სამყაროსთვის ცხონება და ზეცათა სასუფეველში შესვლას წყურია, რათა ყველა მიხილოს უფლის დიდება, ყველა დატკბეს ღვთის სიყვარულით. საკუთარ თავს ვაკვირდები და ვფიქრობ, თუ კი უფალმა მე შემიყვარა, ესე იგი ყველა ცოდვილიც ჩემსავით უყვარს. ჰოი ქრისტეს სიყვარული,
არ შემწევს ძალა აღწერო იგი, რადგან განუზომლად დიდია და საკვირველი. ღვთის მადლი იძლევა ძალას გვიყვარდეს ღმერთი და სულს განუწყვეტლივ სწადია ლოცვა, რადგან წუთითაც ვერ ივიწყებს თავის მაცხოვარს. კაცთმოყვარე უფალო, როგორ მოხდა რომ არ დაივიწყე ცოდვილი მონა შენი, არამედ მოწყალედ მომხედე მაღლით და მიუწდომლად გამომეცხადე. შეურაცხყოფდი და გაწუხებდი, შენ კი უფალო, სულ მცირე მოქცევის წილ ღირს მყავს შემეცნო დიდი სიყვარული და უზომო შენი სახიერება. მიიზიდა ჩემი სული შენმა მშვიდმა წყნარმა შემოხედვამ. რა იმოგაგო შენ უფალო, ან რაქება გიგალობო, შენ მაძლევ მადლს რომ სული მუდამ სიყვარულით ენთოს. ღვთის სიყვარული არასვენებს ჩემს სულს. ათბობ შენი ხსოვნა ჩემს გულს და ვერ პოვებს ვერსად მოსვენებას შენს გარდა, ამიტომაც დაგეძებ ცრემლით, მერე ისევ გკარგავ და კვლავ სურს ჩემს გონებას დატკბეს შენით. მაგრამ შენ, ვისი ხილვაც ასე სწადია ჩემს სულს, არ მეჩვენები. უფალო მომეცმე ძალა მხოლოდ შენ მიყვარდე, შენ შემქმენ შენ განმანათლე წმინდა ნათლისღებით, შენ მომიტევებ ცოდვებს და მაძლევ შენს წმინდა ხურცსა და სისხლთან ზიარებას. მაშ მომეცმე ძალა მუდამ შენში ყოფნისა. უფალო მოგვეც ჩვენ ადამის სინანული და შენი წმინდა სიმდაბლე. ენატრება ჩემს სულს უფალი და ზეცას წყურია. უფალი მოვიდა სოფლად, რათა აღგვამაღლოს იქ, სადაც თავად მისი წმინდა დედა, უფლის მოწაფეები და მიმდევრები არიან. იქითკენ გვიხმობს უფალი ჩვენი ცოდვების მიუხედავად. იქ ვიხილავთ წმინდა მოციქულებს, სახარების ქადაგებისთვის დიდება რომ დაიმკვიდრეს. იქ ვიხილავთ წინასწარმეტყველებსა და მღვდელმთავრებს, ეკლესიის მოძღვრებს. იქ ვიხილავთ ღირსებს, მარხვით რომ დაიმდაბლეს სული. იქ ქრისტესთვის სალოსნი დიდებას იხვეჭენ იმისთვის, რომ სძლიეს სოფელს. იქ დიდებას დაიმკვიდრებს ყველა, ვინც ძლია საკუთარ თავს, ვინც მთელი ქვეყნისთვის ლოცულობდა, რადგან უფლისმიერი სიყვარული ჰქონდა. სიყვარულს კი არ სურს ერთი სულის წარწმედაც კი. იქ უნდა დამკვიდრება ჩემს სულსაც, მაგრამ იქ, სადაც დიდი მწუხარებებით, სულის შემოსვლილებით, ცრემლებით შედიან, არაწმინდა ვერავინ შევა. მხოლოდ ის ყრმები, ვინც წმინდა ნათლისღების მადლი დაიმარხა, უჭირველად შევლენ სასუფეველში და იქ სული წმინდის მიერ შეიცნობენ უფალს. ენატრება ჩემს სულს ღმერთი და დღედაღამ ლოცულობს, რადგან სახელი ღვთისა ტკბილი და სასურველია მლოცველის სულისთვის. სახელი ღვთისა ათბობს მას და ჩააგონებს უყვარდეს ღმერთი. დიდხანს ვიცხოვრე სოფლად, ბევრი რამ ვნახე, ბევრიც მოვისმინე. ბევრი მუსიკა მომისმენია სულს რომ იტკბობდა და ვფიქრობდი, თუ ეს მუსიკა ასე ტკბილია, როგორ უნდა ატკბობდეს სულს ზეციური გალობა, სული წმინდის მიერ რომ ადიდებს უფალს. ჩემი სული დიდი ხანია სოფლად ცხოვრობს და უყვარს სილამაზე ამა სოფლისა. უყვარს ცა და მზე, უყვარს მშვენიერი ბაღები, სხვა მდინარეები, ტყეები და მინდვრები. უყვარს სულს მუსიკაც და ატკბობს ყოველივე ამა სოფლისა. მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალი იესო ქრისტეს შეიცნობს, სულს აღარ ხიბლავს არარა მიწიერი. მე მინახავს ამა სოფლის მეფენი მათი დიდების ჟამს. ძალიანაც მიზიდავდა ეს დიდება, მაგრამ როცა სული უფალს შეიცნობს, მეფეთა მთელ დიდებას არად შერაცხავს. მუდამ ენატრება უფალი, წყურია იხილოს უხილავი და შეეხოს შეუხებელს. ჰოი მოწყალეო უფალო, განანათლე შენი ერები, რათა გიცნონ შენ და გულისხმაყონ ჩვენ და მის შენი სიყვარული. საკვირველ არიან საქმენი უფლისანი,
თიხისაგან შექმნა ადამიანი და მოკვდავ ადამიანს სული წმინდის მიერ შეაცნობინა თავისი თავი, ისე რომ კაცი ამბობს, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ამას ამბობს სარწმუნოებისა და სიყვარულის სავსების განცდისგან. მას რაღაც უნდა დაეძებდეს სული ამ ქვეყნად. რამხელა სასწაულია სული უეცრად შეიცნობს შემოქმედს თვისას და მის სიყვარულს. როცა სული იხილავს უფალს, იხილავს სიმშვიდეს და სიმდაბლეს მისას, მაშინ თვითონაც დამდაბლდება და ამიერიდან ქვეყნად არაფერს ისე არ ნატრობს, როგორც ქრისტეს სიმდაბლეს. რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლოს კაცმა, მუდამ ექნება ეს სურვილი, მუდამ დაუწყებს ძებნას ამ მიუწვდომელ სიმდაბლეს, რადგან მისი დავიწყება შეუძლებელია. უფალო, რა ძლიერ გიყვარს ადამიანი. ჰოი მოწყალეო უფალო, მიეც ყველა ერს შენი მადლი, რათა გიცნონ შენ. სული წმინდის გარეშე კაცი ვერ შეძლებს შეგიცნოს შენ. შეიცნოს ჩვენ და მის შენი სიყვარული. მოგვივლინე უფალო სული შენი წმინდა. რამე თუ შენ და ყველაფერი რაც შენგანაა, მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიცნობა. პირველად ადამიანს რომ იეცი, მერე წმინდა წინასწარმეტყველებს და მერე ქრისტიანებს. უფალო, მიეც ყველა შენს ერს შეცნობა შენი სიყვარულისა და სული წმინდის სიტკბოებისა. დაიდაივიწყონ ადამიანებმა ამას უფლის სიმწარე. დაუდეუნ ბოროტის ყოფა და სიყვარულით შემოგიდგნენ შენ. დაემშვიდობით იცხოვრონ, შენი ნება აღასრულონ შენივე სადიდებლად. ჰოი უფალო, მოგვეც ჩვენ სული წმინდა შენი, რათა გულისხმავყოთ დიდება შენი და გქონდეს მშვიდობა და სიყვარული, რათა არ იყოს ქვეყნად არც ბოროტება, არც ომები, არც მტრობა, არამედ მხოლოდ სიყვარული მეფობდეს. მაშინ არც ჯარი იქნებოდა საჭირო, არც ციხე და როგორ გაუადვილდებოდა ყველას ცხოვრება. გევედრები მოწყალეო უფალო, რათა შეგიცნოს სული წმინდის მიერ ყოველმა ერმა. როგორც მე ცოდვილს მომეცი შენი შეცნობა სული წმინდის მიერ, დაე ისევე შეგიცნოს შენ ყოველმა ერმა, დაე დღედაღამ გაქებდნენ შენ. ვიცი უფალო, რომ გიყვარ შენი ხალხი, მაგრამ ხალხს არ ესმის შენი სიყვარული. აქეთ-იქით აწყდებიან ადამიანები, მათი აზრები იმ ღრუბლებს გვანან, ქარი რომ ერეკება სხვადასხვა მხარეს. დაგივიწყეს ადამიანებმა შენ, მათი შემოქმედი, ვერ გაიგეს რომ მოწყალე ხარ, გიყვარს მონანული ცოდვილი და აძლევ მათ სული წმინდის მადლს. უფალო, უფალო, მიეც მადლი, რათა სული წმინდის მიერ შეგიცნოს ყოველმა ადამიანმა და რათა სიხარულით გაქებდნენ შენ, როგორც მე უწმინდურს და საძაგელს მომეც შენი სურვილის სიხარული და მას შემდეგ განუძღომლად ესწრაფვის ჩემი სული შენს სიყვარულს. ჰოი უსაზომო მოწყალება ღვთისა ჩვენდამი, რას არ მისცემდა ბევრი ძლიერი და მდიდარი ამა ქვეყნისა, ოღონდ უფალიან მისი ყოვლადწმინდა დედა ეხილა თვალით. მაგრამ ღმერთი თავის თავს არა სიმდიდრეს, არამედ მდაბალ გულს უცხადებს. სპირიდონ დიდმა გველი ოქროთ გარდააქცია, ჩვენც არაფერი გვჭირდება უფლის გარდა, მასშია სავსება ცხოვრებისა. თუკი უფალმა არ მოგცა ცოდნა, როგორ არის მოწყობილი ამ ქვეყნად ბევრი რამ, ესე იგი არც არის საჭირო. არ ძალგვით ჩავწვდეთ ყოველივეს ღვთისგან შექმნას, მაგრამ თვით შემოქმედი ცისა და ქვეყანისა და ყოვლისა დაბადებულისა სული წმინდის მიერ გვაძლევს თავისი თავის ცნობას. იმავე სული წმინდის მიერ შევიცნობთ ღვთისმშობელს, ანგელოზებსა და წმინდანებს და ანთია ჩვენი სული მათი სიყვარულით. მაგრამ ვისაც მტრები არ ეყვარება, ის ვერ შეძლებს შეიცნოს უფალი და სული წმინდის სიტკბოება. სული წმინდა გვასწავლის ისე გვიყვარდეს მტრები,
რომ სულს ღვიძლი შვილებივით ებრალებოდეს ისინი. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ან ეკლესიის მტრებს წარწმედას ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯვას უსურვებენ. ისინი ასე იმიტომ აზროვნებენ, რომ ჯერაც არ უსწავლიათ სული წმინდისაგან საღვთო სიყვარული, რადგან ის ვინცეს იცის, ცრემს დაღურის მთელი ქვეყნისთვის. ამბობ ის ბოროტ მოქმედია, მაშ დაეჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდესო, მაგრამ ერთს გკითხავ, ღმერთმა რომ სამოთხეში კარგ ადგილას დაგამკვიდროს და დაინახო რომ ის ვისაც სატანჯოს უსურვებდი, ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის, ნუ თუ მაშინაც არ შეგეცოდება, ვინც არ უნდა იყოს იგი, თუნდაც ეკლესიის მტერი. თუ რკინის გული გაქვს, მაგრამ რას გარგებს რკინა სამოთხეში? იქ საჭიროა სიმდაბლე და ქრისტეს მიერი სიყვარული, რომელსაც ყველა ებრალება. ვისაც მტრები არ უყვარს, მასში ღვთის მადლი არ არის. მოწყალეო უფალო, გვასწავლე სულითა წმიდითა შენითა, გვიყვარდეს მტრები და ცრემლით ვლოცულობდეთ მათთვის. ჰოი უფალო, მიეც ამას სოფელს სული წმინდა, რათა ყოველმა ერმა გიცნოს შენ და ისწავლოს შენ მიერი სიყვარული. უფალო, გვასწავლე სული წმინდით, გვიყვარდეს ჩვენი მტრები, როგორც შენ ლოცულობდი შენი მტრებისთვის. შენი შექმნილია ყველა ერი, მოაქციე ისინი მტრობისა და უკეთურობისგან სინანულად, რათა ყველა მიცნოს შენი სახელი. შენ გვამცნე გვიყვარდეს მტრები, მაგრამ გვიჭირს ეს ჩვენ ცოდვილებს, თუ შენი მადლი არ შეგვეწევა. მოგფინეს სოფელს შენი მადლი, მიეც ყველა ერს ცნობა შენი სიყვარულისა. ცნობა იმისა, რომ ისე გიყვარვართ, როგორც დედას შვილები და უფრო მეტადაც, რადგან დედას შეიძლება დაავიწყდეს თავისი პირმშო, შენ კი არასოდეს გავიწყდებით, რამე თუ უსაზომოდ გიყვარს შენი ქმნილება, ხოლო სიყვარულს დავიწყება არ შეუძლია. მოწყალეო უფალო, აცხოვნე ყველა ერი დიდითა შენითა წყალობითა. ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას სული წმინდის მიერ მიეცა ღვთის საიდუმლოთა ცნობა. ძლიერია ეკლესია თავისი წმინდა გონებით და მოთმინებით. მართლმადიდებლის სული მადლის მიერ არის განსწავლული, რომ მაგრად მოეჭიდოს უფალს და მის ყოვლადწმინდა დედას. ხარობს სული ჩვენი ღვთის ჭვრეტით. მაგრამ ღვთის შეცნობა მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიძლება და ის, ვინც ამპარტავნულად საკუთარი გონებით ლამობს, შეიცნოს ღმერთი ბრმაა და უგუნური. გონებით იმასაც კი ვერ ჩავწვდებით, მზე როგორ გაჩნდა და როცა ღმერთს ვთხოვთ გვითხრას, როგორ შექმნა მზე, სულში ნათლად გაისმის პასუხი, თავი დაიმდაბლე და არა მარტო მზეს, მის შემოქმედსაც შეიცნობ. როცა სული შეიცნობს უფალს, სიხარულისგან ავიწყდება მზეც და ყოველი ქმნილიც და დაუტევებს ამას სოფლის ცოდნისთვის ზრუნვას. უფალი თავის საიდუმლოებებს მდაბალ სულს გამოუცხადებს. წმინდანები მთელი ცხოვრების მანძილზე იმდაბლებდნენ თავს და ებრძოდნენ ამპარტავნებას. მეც დღე და ღამე ვცდილობ დავიმდაბლო თავი, მაგრამ ჯერაც ვერ დამდაბლებულ ვარ ჯერისაებრ. თუმცა ჩემმა სულმა სული წმინდის მიერ შეიცნო ქრისტეს სიმდაბლე, რომლისთვისაც უფალმა გვიბრძანა ისწავლეთ ჩემგანო და მისკენ ისწრაფვის დაუცხრომლად. ჰოი ქრისტეს სიმდაბლე, იგია რომ აძლევს სულს აღუწერელ სიხარულს, საღმრთო სიყვარულისგან ავიწყდება სულს ცაც და მიწაც და მთელი არსებით წადიერად ისწრაფვის ღვთისკენ. ჰოი ქრისტეს სიმდაბლე, რა რიგ ტკბილია იგი და საამური, მაგრამ ის მხოლოდ ანგელოზებსა და წმინდა სულებში დაიმკვიდრებს. ჩვენ კი ყოველ კაცზე უარესად უნდა შევრაცხოთ თავი. მაშინ უფალი სული წმინდის მიერ
შეგვაცნობინებს ქრისტეს სიმდაბლეს. უფალით მისი დიდებაც და ყოველივე ზეციერიც მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიცნობა. უფალმა გვიბოძა სული წმინდა, ჩვენ ვისწავლეთ უფლის გალობა და ღვთის სიყვარულის სიტყვება გვავიწყებს მიწას. მხურვალეა ღვთის სიყვარული და არ გვაძლევს ნებას გვახსოვდეს მიწა. ვინც ამ სიყვარულს გემოგაუსინჯა, დღედაღამ დაუცხრომლად ეძიებს მას და მისკენ მიისწრაფვის. ვკარგავთ ღვთის სიყვარულს ამპარტავნებისა და ცუდმედიდობის, ძმის სიძულვილის, განკითხვის, შურის გამო. ღვთის სიყვარული განგვეშორება ასევე სიძვის აზრების, მიწიერ საგნებთა შემსჭვალვისგანაც. ყოველივე ამის გამო ღვთის მადლი გვტოვებს. მოენატრება მაშინ ღმერთი დაცარიელებულ უსასო სულს, როგორც ჩვენს მამას ადამს ენატრებოდა იგი 60-დან განდევნის შემდეგ. მაშინ ადამმა შეღაღადა ღმერთს, ენატრები ჩემს სულს უფალო და ცრემლით დაგეძებ შენ. მოხედე ჩემს მწუხარებას და განანათლე ჩემი ბნელეთი, რათა განიხაროს სულმა ჩემმა. არ ძალმით შენი დავიწყება, ან როგორ უნდა დაგივიწყო. მიიზიდა ჩემი სული შენმა წყნარმა, შვიდმა გამოხედვამ და იშვებდა იგი 60-ში შენი ჭვრეტით. რა დამავიწყებს 60-ს, სადაც სიხარულს მფენდა ზეციერი მამის სიყვარული. ისწავლეთ ჩემგან სიმდაბლე და სიმშვიდე. სოფელმა რომ იცოდეს ქრისტეს ამ სიტყვების ძალა, მაშინ მთელი სოფელი, მთელი სამყარო ყველა სხვა მეცნიერებას დაივიწყებდა და ამ ერთადერთი ზეციური მეცნიერების შესწავლა შეუდგებოდა. არიციან ადამიანებმა ქრისტეს სიმდაბლის ძალა და ამიტომაც ეტრფიან მიწიერს. არ ძალუძ კაც ქრისტეს ამ სიტყვების გაგება სული წმინდის გარეშე. ხოლო ვინც გაიგებს, ის ამას სოფლის მთელი სიმდიდრე რომ წინ დაუდონ, ამ ცოდნას აღარ დაივიწყებს. უფალო მომეცმე შენი სიმდაბლე, რათა ჩემს სულში შენი სიყვარული შემოვიდეს და დაიმკვიდროს მასში შენმა წმინდა შიშმა. ძნელია ღვთის სიყვარულის გარეშე ცხოვრება. სულს მოწყინება და სიბნელეს ძალავს, მაგრამ როცა სიყვარული მოდის, აღუწერელია მაშინ ის სიხარული სულს რომ ეუფლება. სწორია ჩემს სულს ქრისტეს სიმდაბლე, დღედაღამ ნატრობს მას და მაშინ ხმამაღლა ვყვირი, ენატრები ჩემს სულს უფალო და ცრემლით დაგეძებ შენ. ჰოი უფალო, როგორ გიყვარს შენი ქმნილება, უხილავად ხედავს შენს მადლს სული და შიშით სიყვარულით მოწიწებით გწირავს მადლობას. საყვარელო ძმებო, ცრემლი მდის ამ სტრიქონების წერისას. როცა სული შეიცნობს უფალს სული წმინდის მიერ, ყოველ წუთს უკვირს ღვთის მოწყალება, დიდებულება და მისი ძლიერება. მაგრამ თუ სულს არა აქვს სიმდაბლე, არამედ მხოლოდ ახლა იხვეჭს, ცვალებადობა ჯერ კიდევ მოელის. ზოგჯერ გულის სიტყვებთან ბრძოლა აქვს გამართული და მოსვენებას ვერ პოულობს. ზოგჯერ კი თავისუფლდება გულის სიტყვებისგან, უფალს ჭვრეტს და გრძნობს მის სიყვარულს. ამიტომაც ამბობს უფალი, ისწავლეთ ჩემგან სიმდაბლე და სიმშვიდე, ასე მოუპოვებთ თქვენ სულებს განსვენებას. თუ კი ვინმე ვერ შეძლებს ისწავლოს სიმდაბლე, სიყვარული და უმანკოება, იმას არ უბოძებს უფალი თავისი თავის ცნობას. ხოლო სული, რომელმაც სული წმინდის მიერ შეიცნო უფალი, მოწყლულია მისი სიყვარულით და ვერ ივიწყებს. როგორც სნეულს ახსოვს მუდამ თავისი სნეულება, ისევე ღვთისმოყვარე სულს მუდამ ახსოვს უფალი და მისი სიყვარული კაცთა მთელი მოდგმისადმი. რა იმოგაგო შენ უფალო, შენ მოწყალეო, ცოდვათაგან აღადგინე სული ჩემი და მომეც შეცნობა ჩემ და მიშენი წყალობისა.
გული ჩემი შენი ტყვეა და დაუცხრომლად მოიწევს შენსკენ, ნათლისა ჩემისაკენ. რა იმოგაგო შენ უფალო, შენ აღადგინე ჩემი გული შენი და მოყვასის სიყვარულისთვის. შენ მაძლევ ცრემლებს, რათა ვილოცო მთელი ქვეყნისთვის. ნეტარ არ სული, რომელმაც შეიცნო და შეიყვარა შემოქმედი, რამე თუ იგი სრული განსვენებით განისვენებს ღმერთში. უზომოდ მოწყალეა უფალი, იცის ჩემმა სულმა ჩემ და მიმისი მოწყალება და იმ იმედით ვწერ ღვთის წყალობაზე, რომ ერთი სული მაინც შეიყვარებს უფალს და მის წინაშე სინანულის ცეცხლი მოედება. უფალს რომ ჩემთვის მისი წყალობის შეცნობა არ ებოძებინა სულიწმინდის მიერ, სასოწარკვეთილება შემიპყრობდა ჩემი ცოდვების სიმრავლის გამო. მაგრამ ახლა უფალმა მიიზიდა ჩემი სული, შეიყვარა სულმა უფალი და დაავიწყდა ყოველივე ამასოფლისა. ჰოი უფალო, დაამდაბლე ჩემი გული, რათა სათნო გეყოს შენ. იცოდეთ ყოველნო ერნო, დიდად უყვარხართ უფალს და მოწყალედ გიხმობთ. მოვედით ჩემდა და მე განგისვენოთ თქვენ. განგისვენებთ ამას სოფლად და ზეცაში, რათა იხილოთ ჩემი დიდება. ახლა არ შეგწევთ ამის გაგების ძალა, მაგრამ სულიწმიდა მოგცემთ თქვენ და მი ჩემი სიყვარულის გულისხმის ყოფას. ნუ აყოვნებთ, მოდით ჩემთან, წადიერად მიგელით თქვენ, როგორც საყვარელ შვილებს. მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ, სიხარული შეგეძინებათ და ეს სიხარული მარადის თქვენთან იქნება. საყვარელო ძმებო, ცრემლებს ღვრე ამ სტრიქონების წერისას. როცა სული შეიცნობს უფალს სულიწმინდის მიერ, ყოველ წამს უკვირს ღვთის მოწყალება, მისი დიდებულება და ძლიერება. თვით უფალი როგორც დედა საყვარელ შვილს განსწავლის სულს თავისი მადლით, დაბალ კეთილ აზრებს შთააგონებს და აძლევს მას თავისი მუნყოფის, თავისი სიახლოვის განცდას. მაშინ სული იწყებს უფლის ჭვრეტას. უყვარს უფალს ადამიანი და მისი მადლი ისევე იქნება ეკლესიაში საშინელი სამსჯავროს დღემდე, როგორც წინა საუკუნეებში იყო. უყვარს უფალს ადამიანი და თუმცა თიხისგან შექმნა, სულიწმინდით შეამკო. სულიწმინდის მიერ შევიცნობთ უფალს და სულიწმინდის მიერ გვიყვარს იგი. სულიწმინდის გარეშე ადამიანი ცოდვილი მიწაა მხოლოდ. უფალი თავის შვილებს სულიწმინდით ზრდის თავისი უწმინდესი სისხლითა და ხორცით. ყველა ვინც უფალს შეუდგება, თავის მამას უფალს ემსგავსება. სულიწმინდამ დაგვანათესავა უფალს. იცოდე თუ კი საკუთარ თავში საღვთო მშვიდობას და ყოველი კაცისადმი სიყვარულს გრძნობ, მაშინ შენი სული უფალს ემსგავსა. ღვთის მადლმა გვასწავლა ეს და იცის სულმა, როდისაა მადლით გამდიდრებული, იმასაც გრძნობს, როდის კარგავს მადლს, გრძნობს მტრის მოახლოებას. უწინ არ ვიცოდი, მაგრამ როცა დავკარგე მადლი, გამოცდილებით შევიტყვე ეს ყველაფერი. ამიტომაც ძმებო, ყოველი დაცვით დაიცავით უსასყიდლოდ ბოძებული მადლი ღვთისა. თუ ვინმე გვაწყენინებს, გვიყვარდეს იგი, თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანების ფასად. მაშინ უფალი იხილავს რა ჩვენ შრომას შეგვეწევა თავისი მადლით. ასე ამბობენ წმინდა მამები და მრავალი წლის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ შრომა აუცილებელია. სულიწმინდის მადლი ყოველ ადამიანს უფალ იესო ქრისტეს ამსგავსებს ჯერ კიდევ აქ, ამ სოფელში. ვიზედაც სულიწმინდაა გადმოსული, ის ჯერ კიდევ აქ, მიწაზე მიემსგავსა უფალს. ხოლო ვისაც არ სწამს და არ ინანიებს, ეშმაკის სახეს იღებს. უფალმა ღირს ყორო მისი მსგავსნი ვიყოთ,
მაგრამ იგი ხომ მშვიდია და მდაბალი. მისი ხილვა რომ შეგძლებოდა, სიხარული გიკარნახებდა უფალო ვლღვები შენი სიყვარულისგან. მაგრამ თუ მართლა ასე მოხდა, სიტყვასაც ვერ იტყვი, რადგან შენი სული შეიცვლება სულიწმინდის სიუხვისგან. ასე დაემართა ღირს სერაფიმ საროველს, როცა უფალი იხილა, სიტყვაც ვერ თქვა. უფალი გვიბრძანებს გვიყვარდეს იგი მთელი გულითა და სულით, მაგრამ როგორ უნდა მიყვარდეს ის, ვინც არასოდეს მიხილავს, ან როგორ ვისწავლო ეს სიყვარული. უფალი სულში მისი მოქმედების მიხედვით შეიცნობა. როცა უფალი მოგვიხილავს, სულმა იცის, რომ იყო ძვირფასი სტუმარი და წავიდა. ენატრება სულს იგი და ცრემლით დაეძებს მას. სადახარ ნათელო ჩემო, სათხარ სიხარულო ჩემო. შენს ნაკვალევს ჩემ სულში სურნელი ასდის, მაგრამ შენ არ სადახარ. ენატრები ჩემ სულს, გული მტკივა და აღარაფერი მახარებს, რამე თუ შეურაცხავ უფალი და მიეფარა იგი ჩემგან. ბავშვივით უბრალონი რო ვიყოთ, უფალი სამოთხეს გვიჩვენებდა და ვიხილავდით თვით უფალს ქერუბიმ სერაფიმთა, ყველა ზეციურ ძალთა, წმინდანთა მიერ დიდებით მოსილს. მაგრამ არა ვართ მდაბალნი, ამიტომ თავსაც ვიწვალებთ და სხვებსაც ვტანჯავთ, იმად ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობს. რა სიხარულია, რომ უფალი არა მარტო ცოდვებს მოგვიტევებს, არამედ თუ სული დამდაბლდება, თავის თავსაც შეაცნობინებს. ყოველ უკანასკნელ მათხოვარ შეუძლია დამდაბლდეს და სულიწმინდის მიერ ღმერთი შეიცნოს. ღმერთი რომ შევიცნოთ, არც ფული გვჭირდება, არც ქონება, მხოლოდ სიმდაბლე. უფალი უსასყიდლოდ, მხოლოდ თავისი მოწყალებით გვაძლევს თავის მადლს. უწინეს არ ვიცოდი, ახლა კი ყოველ დღე და ყოველ წამს ნათლად ვხედავ ღვთის წყალობას. უფალი ძილშიც კი გვაძლევს თავის მშვიდობას, უფლის გარეშე არ გადმოვა სულზე მშვიდობა. ბევრ ადამიანს უფალი მისი ამპარტავნების გამო არ აძლევს თავისი თავის შეცნობას. ისინი კი მაინც ფიქრობენ ყოვლის მცოდნენი ვართო. რა ფასი აქვს მათ ცოდნას თუ უფალი არ იციან, თუ სულიწმინდის მადლი არ იციან, არ იციან როგორ მოდის ეს მადლი და რატომ ქრება. მაგრამ თავი დავიმტაბლოთ ძმებო და უფალი ყველაფერს დაგვანახებს, როგორც მოყვარული მამა შვილებს. გონების თვალით შეხედე რა ხდება შენს გულში, თუ მცირე მადლია, სულში მშვიდობაა და ადამიანი ყველასადმი სიყვარულს გრძნობს. თუ უფრო მეტი მადლია, სულში დიდი ნათელი და სიხარული ჩამოდგება, ხოლო თუ კიდევ მეტი, თვით ხორციც კი იგრძნობს სულიწმინდის მადლს. არ არსებობს მადლის დაკარგვაზე მეტი სიმწარე, სულს ენატრება ღმერთი და რა შევადარო ეს მონატრება. დედის გლუვას თუ შევადარებ, ერთადერთი საყვარელი შვილი რომ დაკარგა და უხმობს. სადახარ შვილო ჩემო საყვარელო, სათხარ სიხარულო ჩემო. სწორედ ასე და უფრო მეტადაც ენატრება სულს უფალი, როცა ღვთის მადლს და საღვთო სიყვარულის სიტკბოებას კარგავს. სადახარ ღმერთო ჩემო მოწყალეო, სათხარ ნათელო დაუვალო, რად მიეფარე ჩემგან და ვეღარ უჭვრეთ მშვიდსა და ნათელს შენი სახისა. ცოტა თუ გიცნობს და ცოტასთან შეიძლება შენზე ლაპარაკი. ადამიანები უმეტესად სარწმუნოებით ცხონდებიან, მაგრამ შენ თავად უთხარი თომა მოციქულს, მიხილე და გრწამს, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე. ყველა ვერ იგრძნობს სულიწმინდას, მაგრამ ვისაც ღვთისა ეშინია და მის მცნებებს იცავს, ყველა ცხონდება, რამე თუ უსაზომოდ უყვარვართ უფალს. არც მე მეწოდინებოდა ეს სიყვარული სულიწმინდას რომ არ ესწავლებინა ჩემთვის, მას ვინც გვასწავლის ყოველგვარ სიკეთეს.
ჩემმა გულმა შეგიყვარა შენ უფალო, ამიტომაც მენატრები და ცრემლით დაგეძებ შენ. შენში ამკეცა ვარსკვლავებით, ჰაერი ღრუბლებით, ხმელეთი კი ზღვებით, დინარეებით და მწვანე ბაღებით, სადაც ჩიტები გალობენ, მაგრამ ჩემმა სულმა შენ შეგიყვარა და აღარ სურს ამასופლის ხედვა, თუმცა კი მშვენიერია იგი. სყური ხარ ჩემს სულს უფალო, არძალმით შენი მშვიდი და წყნარი შემოხედვის დავიწყება და ცრემლით გევედრები, მოდი დაემკვიდრე ჩემში და გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან. ხედავ შენი დიდების სიმაღლიდან, როგორ ენატრები ჩემს სულს. ნუ მიმატოვებ მე მონას შენსას, ისმინე ჩემი, რომელი გიღაღადებ მსგავსად დავითისა, მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა. წმინდანო მოციქულნო, თქვენ მთელ სოფელს უქადაგეთ, შეიცანით ღვთის სიყვარული. ჩემმა ცოდვილმა სულმა, სული წმინდის მიერ შეიცნო ეს სიყვარული, მაგრამ მერე დაკარგა სული წმინდა. მენატრება იგი და გევედრებით, შევსთხოვეთ უფალს დამიბრუნოს მადლი სულისა წმინდისა, რომელსაც იცნობს ჩემი სული. მე კი ვილოცებ მთელი სამყაროსთვის, რათა მშვიდობა ჩამოვარდეს. ყოველნო წმინდანო, ევედრეთ უფალსა ღმერთსა ჩემთვის, თქვენ ზეცაში ხართ და ჭვრეტთ უფლის დიდებას, რამე თუ შეიყვარეთ ღმერთი ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა თქვენითა, სძლიეთ სოფელს იმ მადლის ძალით, რომელიც მოგცათ უფალმა თქვენი სიმდაბლისთვის. დაითმინეთ ყველა მწუხარება ღვთის სიყვარულისთვის და ჩემი სული მოიწევს, რათა გიხილოთ თქვენ, ისევე როგორც თქვენ ხედავთ უფლის დიდებას. დღე და ღამე ენატრება ჩემს სულს უფალი და სწურია დატკბეს მისი სიყვარულით. კარგი მონაზვნები დაბალნი და ზნით ქრისტეს მიმსგავსებულნი არიან. თავიანთი ცხოვრებით ისინი ჩვენთვის ცოცხალ მაგალითს იძლევიან. მათ მოიხვეჭეს მშვიდობა და ედემს რგული ცხოვრების ხის მსგავსად ბევრს ასაზრდოებენ თავიანთი ნაყოფით, ანუ მშვიდობის ნაყოფით. ცხოვრების ხე ედემის შუაგულში დარგული ქრისტეა. დღეს იგი ყველასთვის მისაწვდომია. მთელ სამყაროს შეუძლია მისგან ისაზრდოოს და სული წმინდით განძღეს. როცა კარგ მოძღვარს ვერ პოულობთ, სიმდაბლით უნდა მივენდოთ ღვთის ნებას და მაშინ უფალი გაგვაბრძნობს თავისი მადლით. რამე თუ უფალს ისე უყვარვართ, რომ ამის გამოთქმა შეუძლებელია, კაცის გონებას არ ძალუც ამის წვდომა. მხოლოდ სული წმინდით სარწმუნოების მიერ შეიძლება ღვთის სიყვარულის შეცნობა, გონებით კი ეს შეუძლებელია. ზოგიერთი სარწმუნოებაზე დაობს და გაუთავებლად კამათობს. ამ დროს დავა კი არა, ღვთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცვაა საჭირო. მაშინ უფალი ყოველგვარი დავის გარეშე თანაც მალე განგვანათლებს. ბევრმა ყველა სარწმუნოება შეისწავლა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება, როგორც წესია, ვერ შეიცნო. თუმცა ვინც სიმდაბლით ილოცებს ღვთის წინაშე, რათა უფალმა გაანათლოს, იმას უფალი დაანახებს თუ როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი. ამპარტავანი ადამიანები ცდილობენ ყველაფერს გონებით ჩასწვდნენ, მაგრამ ღმერთი არ აძლევს მათ ამის ნებას. თუმცა ჩვენ ვიცით უფალი, მან სული წმინდის მიერ დაგვანახა თავისი თავი და სულმა იცის იგი, ამიტომ ილხენს, მხიარული და დამშვიდებულია და ამაში მდგომარეობს მთელი ჩვენი წმინდა ცხოვრება. უფალმა თქვა, სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს, მაგრამ არ ესმით ადამიანებს წმინდა წერილი, მათთვის ის თითქოს გაუგებარია. ხოლო როცა სული წმინდა განსწავლის, მაშინ ყველაფერი გასაგები გახდება და სული თავს ისე იგრძნობს, როგორც ზეცაში, რამე თუ თვით იგივე სული წმინდაა ზეცაშიც, მიწაზეც, წმინდა წერილშიც
და ღვთისმოყვარეთა სულებშიც. სულიწმინდის გარეშე კი ცდებიან ადამიანები და თუმცა გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ღვთის შეცნობა არ ძალუცთ და ვერც მის მიერ მშვიდობას პოვებენ ოდესმე. ვინც ღვთის სიყვარული შეიცნო, მას უყვარს მთელი სამყარო და არასოდეს დრტვინავს, რადგან წარმავალი მწუხარებები, რომლებსაც კაცი ღვთისთვის დაითმეს, საუკუნო სიხარულს უმზადებენ მას. სული, რომელიც არ დამდაბლებულა და ღვთისნებას არ მინდობია, ვერაფერს წვდება, არამედ ერთი აზრიდან მეორისკენ დაფრინავს. ამრიგად ვერასოდეს ლოცულობს წმინდა გონებით და ვერც ღვთის დიდებულება წარმოუდგენია. სული, რომელიც დამდაბლდა და ღვთისნებას მიენდო, ყოველ წამს უხილავად ხედავს ღმერთს. ყოველივე ეს გამოუთქმელია და არ ძალუძს სულს ამის გადმოცემა. მხოლოდ გამოცდილებით ცნობს ღვთის წყალობას და იცის, როდის არის მასთან უფალი. სული ისეა მინდობილი ღმერთს, როგორც ბავშვი, რომელიც ყოველდღიურობს საჭმელს, მაგრამ არ იცის, საიდან მოდის იგი. ასევე სული კარგად გრძნობს თავს ღმერთთან, მაგრამ როგორ ხდება ეს, ვერ ახსნის. უფალო, განანათლე სული წმინდით შენიერი, რათა ყველამ სცნოს შენი სიყვარული. უფალი თავად ჩაგვაგონებს ადამიანებისთვის ლოცვას და თავად გვაძლევს ლოცვის ძალას და ეს აჯილდოებს სულს. ასეთი მოწყალია ღმერთი ჩვენდამი. ბავშვობიდან მიყვარდა სოფელი და მისი სილამაზე, მიყვარდა ტყეები და მწვანე ბაღები, მიყვარდა მინდვრები და მთელი ეს სამყარო ასე მშვენივრად შექმნილი ღვთისგან. მიყვარდა მსუბუქი ღრუბლების ყურება, ცის ლურჯ სივრცეში რომ დაჰქროდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც უფალი შევიცანი, რაც მან დაატყვევა ჩემი სული, ჩემში ყველაფერი შეიცვალა და უკვე აღარ მსურს ხედავდე რაიმე მიწიერს. სული განუწყვეტლი მიისწრაფვის იმ სამყაროსკენ, სადაც უფალი მყოფობს. ჩემი სული ისე იტანჯება ამასოფლად, როგორც ჩიტი გალიაში. როგორც ჩიტი ფრთხიალებს და ლამობს ვიწრო გალიიდან მწვანე ტყეში გაფრენას, ისე სურს ჩემ სულს კვლავ იხილოს უფალი. რამე თუ მან მიიზიდა ჩემი სული, ენატრება სულს უფალი და უხმობს. სადა ხარ, ნათელო ჩემო, ხომ ხედავ ცრემლით დაგეძებ შენ. შენ რომ არ გამოგეცხადებინა ჩემთვის შენი თავი, ვერ დაგიწყებდი ძებნას ისე, როგორც ახლა დაგეძებ. მაგრამ შენ თავად მომიძიე მეცოდვილი და შემაცნობინე შენი სიყვარული. შენ დამანახე, რომ ჩვენდამი შენმა სიყვარულმა აგიყვანა ჯვარზე და ტანჯვით მოკვდი ჩვენთვის. შენ დამანახე, რომ ჩვენდამი შენმა სიყვარულმა ზეციდან მიწაზე და ჯოჯუხეთშიც კი ჩაგიყვანა, რათა ჩვენ გვეხილა შენი დიდება. შენ შემიბრალე და მიჩვენე შენი სახე. ჩემი სული მოისწრაფვის შენსკენ უფალო და ვერ ისვენებს. მე იმ ბავშვივით ვტირი, დედა რომ დაკარგა. მაგრამ ბავშვსაც დაავიწყდება დედა და დედასაც დაავიწყდება შვილი შენს დანახვაზე. როცა სული შენ გხედავს, მთელი სამყარო ავიწყდება. სწორედ ასე მოისწრაფვის ჩემი სული შენსკენ, ენატრები და არ სურს ამასოფლის სილამაზის ხედვა. როცა სული წმინდის მიერ შეიცნობს ღვთისმშობელს, როცა ის სული წმინდის მიერ მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, მღვდელმთავრებს, ღირსებს და ყველა წმინდანსა და მართალს დაუნათესავდება, მაშინ გამალებით მიისწრაფვის იმ ქვეყნისკენ, სადაც ისინი მყოფობენ. და არ ძალუძ შეჩერება, არამედ მოწყენილია წუხს, ტირის და არ შეუძლია მოსწყდეს ლოცვას. თუმცა ხორცი იღლება და სარეცელისკენ მიიწევს, მაგრამ სული სარეცელიდანაც კი უფლისკენ და წმინდათა სამეფოსკენ მიილტვის. სიბერე მოვიდა, ხორცი მოუძლორდა და საწოლში წოლა ურჩევნია, მაგრამ სული ხომ არ წევს,
იგი ღმერთისკენ თავისი მშობელი ზეციური მამისკენ მიისწრაფვის. ღმერთმა დაგვინათესავა თავისი ყოვლადწმინდა სისხლით და ხორცით. მან მოგცა იმის ცოდნა, რომ არსებობს საუკუნო ცხოვრება. ჩვენ ნაწილობრივ მივხვდით, რომ სულიწმინდა საუკუნო ცხოვრებაა, რომ სული ღვთის სიყვარულში ცხოვრობს, რომ სულიწმინდას უნდა მივცეთ ჩვენ სულში სივრცე, რათა ის მასში ცხოვრობდეს და ჩვენი სული ხელშესახებად გრძნობდეს სულიწმინდას. ვინც ამასოფლად სულიწმინდის მიერ ღვთის სიყვარულში ცხოვრობს, ის იმ სოფლადაც უფალთან იქნება, რამეთო სიყვარული შეუძლებელია გაქრეს. მაგრამ იმისათვის, რომ არ შევცდეთ, თავი დავიმდაბლოთ, როგორც უფალი გვამცნებს. უკე თუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. ვაიმე, რამეთო სულიწმინდის მიერ შევიცანი უფალი, მაგრამ კარგავ მას და არ ძალმიც მისი სავსებით მოპოვება, თუმცა კი ვხედავ ჩემდამი ღვთის მოწყალებას. ისევ უყვარვართ უფალს ჩვენ თვითონაც რომ ვერ შევიყვარებთ საკუთარ თავს, მაგრამ წუხარებით შეპყრობილ სულს ეჩვენება, რომ უფალმა დაივიწყა და აღარც კი იყურება მისკენ, ამიტომაც წუხს დაიტანჯება. ასე არ არის ძმებო, უფალს უსასრულოდ ვუყვარვართ, გვაძლევს სულიწმინდის მადლს და გვანუგეშებს. უფალს არ სურს, რომ სული მოწყინებასა და გაურკვევლობაში იყოს თავისი ცხონების თაობაზე. დაიჯერე, მხოლოდ მანამდე ვიტანჯებით, სანამ არ დავმდაბლდებით. ხოლო როგორც კი დავმდაბლდებით, ჩვენს მწუხარებებსაც ბოლო მოეღება, რამეთო სული ღვთისა, მისი სიმდაბლისთვის აძლევს სულს უწყებას, რომ იგი ცხონდა. დიდება უფალს, რომ ასე ძლიერ ვუყვარვართ და ეს სიყვარული სულიწმინდის მიერ შეიცნობა. ენატრება ჩემს სულს უფალი და ცრემლით დაეძებს მას. ან როგორ არ უნდა დავეძებდე, პირველად მან გამომიცხადა თავითვისი სულიწმინდის მიერ და შეიყვარა ღმერთი სულმა ჩემმა. მიიზიდა უფალმა ჩემი სული და სულს ენატრება იგი. სული სასძლოს გავს, უფალი კი სიძეს. უყვართ და ენატრებათ მათ ერთმანეთი. უფალს ენატრება სული, რადგან უყვარს იგი და წუხს თუ მასში სულიწმინდის ადგილი არ მოიპოვება. სულს კი, რომელმაც შეიცნო უფალი, ენატრება იგი, რამეთო უფალშია მისი სიცოცხლე და სიხარული. ცოდვილი ცხოვრება სულის სიკვდილია, ღვთის სიყვარული კი ტკბილი სამოთხე, რომელშიც ჩვენი მამა ადამი ცხოვრობდა დაცემამდე. ადამ, მამავ ჩვენო, გვითხარი როგორ უყვარდა შენ სულს უფალი სამოთხეში. ამის გაგება შეუძლებელია და მხოლოდ იმ სულს ძალუძს ნაწილობრივ მაინც მიხვდეს, ვისაც ღვთის სიყვარული შეხებია. ანდა როგორ უყვარდა ღვთისმშობელს უფალი, ძეთვისი. კაცთაგან არავის ხელეწიფება ამის გაგება, თავად ღვთისმშობლის გარდა. მაგრამ სული ღვთისა გვასწავლის სიყვარულს. ღვთისმშობელში იყო და არის იგივე სული ღვთისა, რომელიც სიყვარულია. და ამიტომ მას ვინ შეიცნო სულიწმინდა, ნაწილობრივ შეუძლია ჩასწვდეს ღვთისმშობლის სიყვარულსაც. რა ბედნიერები ვართ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, როგორი ღმერთი გვყავს. საცოდავები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ღმერთი არ იციან. ისინი ვერ ხედავენ საუკუნო ნათელს და სიკვდილის შემდეგ საუკუნო წვდიათში მიდიან. ჩვენ ეს ვიცით, რადგან სულიწმინდა უცხადებს წმინდანებს ეკლესიაში, რა არის ზეცაში და რა არის ჯოჯოხეთში. ჰოი საბრალო, გზააბნეული ადამიანები, მათ არ იციან რა არის ჭეშმარიტი სიხარული. ხანდახან მხიარულობენ და იცინიან კიდეც, მაგრამ ის სიცილი და ის სიხარული ტირილად და მწუხარებად გადაიქცევა. ჩვენი სიხარული კი მხოლოდ ქრისტეა.
თავისი ვნებით მან ცხოვრების წიგნში ჩაგვწერა. ზეცათა სასუფეველში მარადის ღმერთთან ერთად ვიქნებით, მარადის ვჭვრეტთ მის დიდებას და დავტკბებით მისით. ოჰ ძმებო, გთხოვთ და გევედრებით ღვთისმოწყალების სახელით, გწამდეთ სახარება და წმინდა ეკლესიის მოწმობა. მაშინ ჯერ კიდევ მიწაზე იგემებთ სამოთხის ნეტარებას. ღვთის სასუფეველი ხომ ჩვენშია, ღვთის სიყვარული სულ სამოთხეს ანიჭებს. ამიტომაც ბევრმა თავადმა და დიდებულმა მიატოვა თავისი ტახტი, როცა ღვთის სიყვარული შეიცნო. ეს გასაგებიცაა, რადგან ღვთის სიყვარული მხურვალეა. იგი ცრემლებამდე ატკბობს სულს სულიწმინდის მადლით და ღვთის სიყვარულს ამასოფლისა ვერაფერი შეედრება. კაცის გონებას შეუძლია შეიცნოს მიწიერი, მაგრამ ღმერთი და ყოველივე ზეციერი სულიწმინდის მიერ შეიცნობა. მხოლოდ გონებით ამის მიღწევა შეუძლებელია. ვინც შეიცნო ღმერთი სულიწმინდის მიერ, მას ისე ავიწყდება მიწა, თითქოს იგი არც არსებობდეს, მაგრამ ლოცვის შემდეგ თვალს გაახელს და ისევ ყველაფერს ხედავს. ძმებო, წმინდანები ზეცათა სასუფეველში ღვთის დიდებას ჭვრეტენ. ჩვენ კი თავი დავიმტაბლოთ და უფალი შეგვიყვარებს. ამას სოფლადაც მოგცემს ყოველივეს, რაც აუცილებელია სულისა და ხორცისთვის და ყველა საიდუმლოს გამოგვიცხადებს. ადამიანებმა მიწიერი მოსაგებელი შეიყვარეს და დაკარგეს ღვთის სიყვარული. ამიტომაც არ არის მშვიდობა სამყაროში. მაგალითად, ბევრს მთელი ცხოვრება ცნობის მოყვარეობა კლავს. უნდა რომ გაიგოს როგორ შეიქმნა მზე. ღვთის შეცნობას კი არ ცდილობს. უფალს არაფერი უთქვავს ჩვენთვის მზეზე. მამა ღმერთი და ზეცათა სასუფეველი კი გამოგვიცხადა. მან გვითხრა, მართალნი ღვთის სასუფეველში მზესავით გაბრწყინდებიანო. წმინდა წერილი ამბობს, რომ უფალი განანათლებს სამოთხეს და უფლის ნათელი იქნება წმინდანთა სულებში, გონებასა და სხეულებში. ამ ქვეყნად ვცხოვრობთ და ღმერთს ვერ ვხედავთ, არც შეგვიძლია დავინახოთ. მაგრამ თუ სულში სულიწმინდა შემოვიდა, ვიხილავთ ღმერთს, როგორც ის წმინდა მთავარდიაკონმა სტეფანე მიხილა. სული და გონება სულიწმინდის მიერ უმალვეს ცნობს, რომ ეს უფალია. როგორც წმინდა სვიმეონ ღვთის მიმრქმელმა იცნო ყრმაში უფალი სულიწმინდის მიერ. ასევე სულიწმინდის მიერ იცნო უფალი წმინდა იოანე ნათლისმცემელმაც და მიუთითა ადამიანებს მასზე. სულიწმინდის გარეშე კი არავის ძალუც შეიცნოს ღმერთი და ჩვენდამი მისი დიდი სიყვარული. თუმცა კი ვკითხულობთ, რომ უფალმა შეგვიყვარა და ეწამა ჩვენი სიყვარულისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ გონებით ვიცით. სულით კი ვერ წვდებით ქრისტეს სიყვარულს. ხოლო როცა სულიწმინდა განგვსწავლის, მაშინ ნათლად და ხელშესახებად შევიცნობთ სიყვარულს და უფალს მივემსგავსებით. მოწყალეო უფალო, ყველას გვასწავლე სულიწმინდის მიერ, როგორ ვიცხოვროთ შენი ნების თანახმად. დაე ჩვენ ყველამ შენი ნათლის შუქზე შეგიცნოთ შენ, ჭეშმარიტი ღმერთი. რამე თუ შენი ნათლის გარეშე ვერ ჩავწვდებით შენი სიყვარულის სავსებას. განგვანათლე ჩვენ მადლითა შენითა, რათა ამ მადლმა გაათბოს ჩვენი გულები და მისცეს ძალა შენი სიყვარულისა.